ჩემი დღევანდელი სტუმარია თბილისში ერთდროს ძალიან პოპულარული ლამაზი და საინტერესო გოგო. არც ისე უხმაურო პირადი ცხოვრებით. ახლა უკვე ახალგაზრდა, ასევე ლამაზი და ელეგანტური ბებია. მიჭერი მსახიობი, საინტერესო ცხოვრებით ეკა ნიჟარაძე. მოდი ეკა, იმდენი ხანი არ მინახე ხარ, ძალიან მიხარია რომ ხარ ჩემი სტუმარი და აქ მაინც გნახო, როგორ ხარ? კარგად, შენ, ოღონდ ეს ერთდროს რა იყო, ვერ გავიგე. ერთდროს ლამაზი და ერთდროს პოპულარული. მეც აღნიშნე რომ ეხლაც ლამაზი. ხო. ახალგაზრდობა სხვა ისა აქ ვაღიაროთ. გასაგებია, მაგრამ ასაკსაც თავის ხიბლი აქვს. ხე, ეგეც ვაღიაროთ, ეკატერინე. დავიწყოთ მაშინ. ძალიან ლამაზი ხარ. აღნიშნავ. მე დაგახვედრე, აი, ყველაზე საუკეთესო რამ რაც შეიძლება ადამიანმა ჯანსაღი და სრულყოფილი ცხოვრებისთვის შესთავაზოს ადამიანს თის წყალი. დავლევ სიამოვნებით მიყვარს. ამით იწყება ჩემი დილად. ჩემი ცხოვრების ხარისხზე ძალიან დადებითად აისახა სხვათა შორის. არ შეიცავთ ბრომაც, რაც კიდევ უფრო აჯანსაღებს ჩვენს ცხოვრებას. მოკლედ, ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. დავიწყოთ, ხო? კი ბატონო. სადვარ. როგორია შენი პირველი მოგონება, მაინტერესებს. რამხელა გახსოვს საკუთარი თავი? იცი რა, დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი ფოტოები, აი საოჯახო ალბომში იწყება დაახლოებით ერთი ფოტო მაქვს ვარ 9 თვის, ერთადერთი. შემდეგ უკვე იწყება 1 წელი, 2, 3. არ მაქვს ფოტო მამაჩემთან, რაც არის ჩემი ძალიან დიდი. კაი რა, რატო? აი არ ვიცი ესე მოხდა, რომ არ მაქვს ფოტო მამასთან და მიფიქრე ის რაღაც ერთ ხო არ დავამონტაჟო რომ დედა და მამა 5 წლის ვიყავი რომ გაცილდნენ და ნუ არ ვიცი რომ ვეკითხები ამას ნუ აი რაღაცნაირად არ ვიცი რატო რო იწევდნენ ხომ კირშენბლაც ეს ცნობილი ფოტოგრაფი იყო და ყველა ჩემი თაობის ბავშვს აქვს ფოტოები რაღაც ტელეფონით სათვალით და ხალიჩაზე ხალიჩხრის ბეწუზე გაწოლილებით ტიტრიკანებ მე ეგეთ ფოტოები არ მაქვს და აი ამ ფოტოების მიხედვით მახსოვს ნუ 1 წლის რა თქმა უნდა არ მახსოვს მას აწერია რომ ბორჯომშია გადაღებული ბორჯომის პარკში და აი ცოტა უკვე მოზრდილიქ რაღაცა წაღვერი ცემი აი რაღაცა ესე ფრაგმენტულად მახსოვს რომ ბაღში მიმიყვანა დედაჩემს ერთ უნიკალური ქალია, აქვე მინდა ეს აღნიშნო, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობდით, ეხლაც ნუ დედა იქ ცხოვრობს. წარმოიდგინე, აი ეს რო იყო საბავშვო ბაღი და გარშემო არის განლაგებული კორპუსები. ანუ ჩვენ გავდიოდი და დაახლოებით 3 მაქსიმუმ 5 მეტრი უნდა გაგვევლო და უკვე ბაღში ვიყავით, მაგრამ დედაჩემა არც ერთი არ მეგვიყვანა ბაღში. ჩემმა ძმამ მიარა ძალიან ცოტა ხანი და დედაჩემი ამბობდა რომ ვერსად ვერ გავდიოდი, იმიტომ რომ სულ ფანჯრიდან იყურებოდა და მაკონტროლებდა რომ ტიროდა და მე ძალიან ცოტა ხანი მატარა დედამ ბაღში და მე გამომიყვანა, იმიტომ რომ ამბობდა რომ მე ვხედავდი როგორ ექცეოდნენ ბავშვებს. ხო, აი ნუ იცი რა მითხარი, ისევ ის ეკახარ თუ შეიცვალე? წლებმა რა შეცვალა? კი მიბრაზდები წლებზე რო ვლაპარაკობ, მაგრამ გავიზარდეთ ახლა ჩემს წლებს, აი ხა გავხდით სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ 53-ის და სულ რაღაც, ხო, 9 საუკუნეს უკვე გადავაბიჯე და რა შეიცვალა? ისევ ის ეკახარ თუ არა? კი, ბევრ რამეში ისე ეკავარ, მაგრამ ასევე ვატყობ ჩემ თავს, რომ რაღაცები უკვე აღარ რაზეც ადრე თავს ხუჭავდი, ვატარებდი, ვითმენდი, ყურადღებას არ ვაქცევდი, ეს უბრალოდ აღარ მინდა. აი ამასთან შეხება. ხო. ეს ეხება, რა ვიცი, ყველაფერს, ადამიანებსაც კი. იმიტომ რომ და ირიდებთ, ხო. არ შევდივარ კონფლიქტში, მაგრამ ვცდილობ რომ არც დიდად შეხება არ მქონდეს. ხო, და არ ვიცი ეს ასაკის ბრალია, ალბათ რა, ნუ რაღაც მოკლედ აღარ მინდა რა. თავს არიდე. ხო, საკმარისად გვაქვს ისედაც. ბავშვობაში როგორ ცხოვრებაზე ოცნებობდი? თუ წარმოგედგინა აი რაღაცნაირად. იცი რა, არ მახსოვს ახლა რაზე ვოცნებობდი. ნუ ალბათ რაღაც ჩემი ხა პატარა ბავშვური ოცნებები მქონდა რა საკვირველია. სკოლის ასაკში ხო? სკოლის ასაკში ხო, სკოლა მე
დავამთავრე ძალიან რთულ პერიოდში 99 წელს დავამთავრე სკოლა. არ მქონია ბოლოზარი, არ მქონია ბანკეტი, რაც თან ახლავს ამ სკოლის დამთავრებას, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მძიმე წელი ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მახსოვს ახლა ამ გადასახედიდან, ხო? ალბათ ჩვენი ოცნება რაც იყო, ეს იყო ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყანა და მაშინ მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც არიღებდა ამაში მონაწილეობას, ხო? ეროვნული მოძრაობა, აქციები, შიმშილობდი სხვათა შორის ამას წინათ. მე ჩემმა მეგობრებმა მითხრეს რატო არ დადეო, მინდოდათ ამედო Facebook-ზე უბრალოდ ფოტო გადამეღო, ვიპოვე წერი, რაღაცებს წამოვიღე დეიჩემისგან, რაღაც ჩემი წერილები, ზოგი მეგობარი მიგზავნის ჯარიდან, ზოგი რაღაცა, ну, როგორც იყო რა, ეს ურთიერთობა როგორც ჰქონდა. მაშინ და ერთ-ერთი წერილი იყო, ჩემი მე ვწერ დედაჩემს, მივედი აქციაზე, ეს არის ალბათ 98 წელი და დავრჩი საშიმშილოდ. იქვე გადაწყვიტე. იქვე გადავწყვიტე, იმიტომ რომ ვიღაცა დავინახე, ალბათ ჩემი მეგობარი ერთი იჯდა მეომეს და მე წავიღე და დავრჩი იქ და დედაჩემს გაუგზავნე წერილი. ანუ მაშინ პასტით და ფურცლით რა თქმა უნდა ხდება. ფანქრით არის დაწერილი. ალბათ იქვე სადმე მოვიცე, ესეთ ჩვენ ხაზიან რვეულზე და ну მივწერე რომ დედა არ ინერვიულე, ყველაფერი კარგად იქნება, რაღაც და ხო იცი რა ყველაზე მეტად ესე მთავრდება რომ მიყვარხართ შენ და ჩვენი სამშობლო და მაშინ ეხლა ეს ძალიან პათეტიური მეჩვენება და მეცინება, მაგრამ მაშინ ეს იყო აბსოლუტურად გულწრფელი. და მაგიტომაც არ დავდე რომ რაღაცა ესეთი პათეტიკა იყო ამაში, მაგრამ ეს იყო ის რასაც იმ მომენტში ჩვენ ყველა იქ მყოფები გრძნობდით და განვისდით. მე დეჩემ მოდიოდა მეხვეწებოდა ადექი წამოდი ჩემი ძმა, მე იძულებულები იყო და მოეტანათ თბილის საბანი. შიმშილობდი? ხო. რამდენი ხანი? ალბათ 1-3-4 დღე მეტი მე აღარ მახსოვს ესეც რა მოხდა, უკვე დავიშალეთ. ანუ თვითონ მე კი არ წამოვედი, საჭირო აღარ ხო, შეწყდა შიმშილობა და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც ჩვენ იქ ვისხედით, ორი გარდაიცვალა და დაიღუპა აფხაზეთში. დანარჩენები დღემდე ერთმანეთს ხვდებით აქციებზე, თან გვეცინება, თან გვეტირება, იმიტომ რომ ცოტა ჭაღარანარევი მებებია, ისინი ცოტა ღიპიანები. ну, როგორც ისევ აქციებზე. ისევ აი იქ ამდენი წლის მერე ისევ იმავე ადგილას ეს ერთის მხრივ დაუჯერებელი და მეორეს მხრივ არის ამაში რაღაც ის რაც გვაერთიანებს და მახარებს რომ არ დავიღალეთ. აი არ ვეგუებით და არც დავიღლებით და მეტი რა შეგვიძლია ჩვენ რომ გავაკეთოთ, ხო? ეს არის ჩემი მაქსიმუმი, რომ მე გავიდე და დავდგე ქუჩაში. რაც შეგიძლია. რაც შემიძლია ქვეყნისთვის გავაკეთოთ. დანარჩენი ახლა მე რაც შემიძლია ჩემ ოჯახს გავუკეთო, ჩემ შვილებს, აბა ამას ვაკეთებ და ეს არანაირად არ მიშლის. ახლა ვინც მიცნობს ძალიან კარგად იცის ჩემი გინდა ფიზიკური და გინდა ესეთი შესაძლებლობები, მე ყველაფრის გაკეთება შემიძლია აბსოლუტურად. და არაფრის არც მერიდება, არც მეთაკილება და ის მაგრამ ჩემ ქვეყანას და ჩემ კაი, არ გვინდა. იცი რა მითხარი? აი შენი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შენს ოცნებას მიუახლოვდა შენი ცხოვრება? თქვი რომ აი აგისრულდა რაღაცა ოცნება. რა საკვირველია, სურვილები და ნატურა, მოდი დავარქვა ამას ნატურა რა, აღარ მინდა ეს ოცნება. ნატურა რა არის ადამიანს გააჩნია რა გინდა ხო ახლა ჩემთვის არის აი მაგალითად ეხლა უახლოესი ის რო ავიღოთ ხო ჩემი ნატურა იყო ყოველთვის რომ სოფელში მქონოდა სახლი და მე ეს ავისრულე მე ეს გავაკეთე ანუ დიდი ხანია გინდოდა ეგ სულ მინდოდა მთელი ცხოვრება განსაკუთრებით მე ეგ ცალკე თემა მაქვს იმიტომ რომ ეს ხო არა ნუ აი ესეთი მოვიყვანე მაგალითად მე მგონია რომ ძალიან გინდა ხო ამას მიაღწევ ხო მაგრამ ბავშვობის ოცნება რასაც დაუკავშირე იმაზე ბავშვობის ოცნება რა ვიცი რა არის ჩემი ძმა მაგალითად უფროსი სულ ბავშვობიდან მესმოდა რომ აი მისი ოცნება იყო რომ ამერიკაში მოხვედრილიყო აი არ ვიცი რატო ქონდა ეს დღემდე ვერ მოხდა ოღონდ
და მე რომელსაც არ ქონია არა ამერიკა ხო აი ხეთ მით უმეტეს ხე მე რო პატარა ვიყავი ამერიკა იყო რაღაცა სხვა პლანეტა ხო სხვა galaktika ფაქტიურად მაგრამ ისე მოხდა ის სკოლა რო დავამთავრე უკვე ჩავაბარე თეატრალურში და უცებ რეკავს ჩვენ მე ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე არ მithქვავს სკოლას რო ვახსენებ ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი ბარამ ბარამიძე არაჩვეულებრივი ადამიანი და გვიბარებს მე და დედას და ისეთი ხულიგანი ბავშვი ვიყავი და ხშირად ხდებოდა დედაჩემის დაბარება შატალო ხა რა უნდა გამეკეთებინა შატალო იყო ესეთი მაქსიმუმი და გამიკვირდა ხა რატო რასთან დედასთან ერთად რა ამისთან რა თითქოს არაფერი დაგიშავე სკოლა დავამთავრე უკვე და უკვე სტუდენტი ვარ თეატრალურში ჩავაბარე და ჭკუაზე არ ვარ და ხო და მივედით მე და დედა და ბატონი ბარამი ამბობს რომ აი ეს სექტემბრიდან 99 წელია ეკა სექტემბრიდან მიდიხარ სასწავლებლად ამერიკაში 1 წლით და ისეთი შოკი იყო ჩემთვის ხო შოკი ის კი არ იყო რომ ამერიკაში მივდივარ შოკი არის რომ მე ჩავაბარებ ეხლა სწავლას ვიწყებ თეატრალურ ინსტიტუტში და უთხარი კიდევაც არა მეთქი ბატონობა მე ჩავაბარ და მეუბნება რომ ერთი წამით ხა თავიდან დავიწყებ შენ მე და თეონა ჩარკვიანი მოკლედ პროგრამა იყო ესეთი გაცვლითი ორი სტუდენტი ამერიკიდან ჩამოდიოდა ჩვენ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სასწავლებლად ოჯახებში საცხოვრებლად და აქედან ორი უნდა ჩასულიყო და იმათ სახლში უნდა გვეცხოვრა და ერთი ცხოვრობდა რა თქმა უნდა წავედი მე ერთი ცხოვრობდა ჩარკვიანებთან აი მას საბურთალოზე პეკინის და იმის კუთხეში მეორე ცხოვრობდა დედაჩემთან ნახალოვკაში მეტრო მაშინ იყო ოქტომბრის უკან პირველ 99 წელს და თან ხო წარმოგიდგენი არანაირი კავშირი არ არის ვერ რეკავ დედაჩემ სულ ველაპარაკე 9 თვის განმავლობაში ორჯერ ოღონდ ისიც აი დედა როგორ აი რაღაც ეხოები და უცებ წყდებოდა და დავამთავრე ნუ აი წერილების მიწერმოწერა იყო მაგრამ რო დავბრუნდი თბილისში კიდე ჩემი ერთ-ერთი წერილი ჯერაც ჩამოსული არ იყო ნუ აი ესეთი მდგომარეობა იყო და ანუ ძმის ოცნება გიყიდა ხო და იმის მერე მე სულ დავდივარ ამერიკაში ოღონდ ეს არ არის რომ მე მინდა აი ესე გეგმავად და ძალიან მაწუხებს ინდისი, მაგრამ ნუ რა ვქნათ. მითხარი პოპულარობა ცვლის ადამიანს, აი შენში რამე შეცვალა? არა მგონია. მე მგონია. რა მოგიტანა მაშინ ესე კითხო? იცი რა, მომიტანა სიყვარული ხალხის და მე ამას ვგრძნობ. ოღონდ ეს არ არის რაღაც მე ხალხს ვუყვარ. მე ამას ვგრძნობ, როდესაც მაგალითად ჩავდივარ ახმეტაში ბაზარში. რომელიც არის ჩემი საყვარელი ადგილი. მარტო კვირაობით არის და აი დილით იქ სახელმწიფო რომ გავდივარ უკვე ზაფხულში 6-ზე უნდა გახვიდე 7 საათზე რომ ძალიან ადრე იწყება იქ ვაჭრობა. ეს არის აი მართლა ძალიან დიდი სიამოვნებაა და როგორ სახეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იცი რა ეხლა უკვე ბოლო პერიოდში რას ვატყობ იცი რომ როგორც ამ სახიობს ეხლა მათ მე თეატრში ხო ნანახი არ ვყავარ ხო მე ხო ეკრანიდან ხო ხო მაგრამ ეკრანშიც ეხლა დიდი კინოვარსკვლავი მე არ ვარ ანუ მე არ მაქვს ეხლა ის ამბიცია რომ არ იქ ვარსკვლავი ჩამოუვიდათ იქ ახმეტის ბაზარში ტელევიზია ძირითადად და აი ეხლა აი ბოლო პერიოდი გაზაფხული და კიდე ვატყობ ჩემი სამოქალაქო პოზიცია იმიტომ რომ თუ მეუბნებიან რომ ტელევიზორში გნახე მე ზუსტად ვიცი უკვე რომელ არხს უყურებენ და იქ აღარ უნდა გაგრძელება თემის რას და ვის უჭერენ მხარს და მე ძალიან სიამოვნებს ეს უფრო სიამოვნებს რომ ხედავენ ჩემში მათ თანამოაზრეს ანუ ეხლა ხვდები რომ ხალხის აზრი უცხო ადამიანების აზრი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხო არა არ არის მნიშვნელოვანი გააჩნია რაზე რა გააჩნია შენს პიროვნებაზე, შენს მიმართ დამოკიდებულება, შენს აი მაგიტომაც გავუსვი ხაზი, რომ აი ამ ვითარებაშია მნიშვნელოვანი მათი ჩემდამი დამოკიდებულება. და ისე ხა დავუშვათ რა ჩავიცმევან, როგორ გამოვიყურებიან, ხა მე კონტროლები და ბოტები რომ ახტებიან ხოლმე და ეგ წერენ, აი ეგ არანაირად არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. არა, ტროლებს და ბოტებს არ გულისხმობ, საით მიმყავს, ჩვენ გვაქვს ქუჩის გამოკითხვა, ესეთი. ხო.
ხო და მინდა რომ მოგასმენინა. რას ფიქრობს ხალხი შენზე? მართლა, ეგეთ გამოკითხვაში არ მომისმენია. ახმეტაში არ ყოფილვართ, მაგრამ ჩვენ. ახმეტაში და ჩასულიყავით. კი ბატონო. აბა, რას ფიქრობთ ეკა ნიჟარაძეზე? ძალიან მომწონს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად ლამაზი ქალია, გადასარევი გოგოა, ძალიან ნიჭიერია და მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო უსურვო და წარმატებები გქონდეს. ძალიან მომწონს, ძალიან როგორც მსახიობი და ეხლა მით უმეტეს ხო რაიონში გადავიდა. დადებითი პიროვნებაა ძალიან. არაჩვეულებრივი მსახიობია, არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი შვილების დედა. პროფესიიდან გამომდინარე ძალიან პროფესიონალია, რაც მინახავს მე პირადად, ხო და ისიც კარგი ადამიანია. გადაცემებიდან უსმენ ხოლმე ბევრს და საყვარელი კარგი პიროვნებაა. სამსახიობო ხელოვნება უმაღლესი, მოქალაქეობრივი პოზიცია, სამოქალაქო პოზიციაც უმაღლესი. ორი საუკეთესო თვისება გააჩნია. თემამში არ არის ეგ წასული? იქ უვლის კამიდან რაღაცა და აი ძალიან მაგხრივ უთანაგზობ და აი კარგ საქმეს მოკიდა ხელი. ძალიან კარგი დამოკიდებული აქვს ქალბატონიაკას მიმართ, ძალიან ლამაზი ქალბატონია და წარმატებები მას. როგორც ქალი მომწონს. ლამაზი გოგოა. ერთმა ბედნიერი ამყოფოს. ძალიან მომწონს, ძალიან პოზიტიური ქალბატონი არის და გადაცემებში ხშირად ყავს ნანახი და მომწონს. არის მსახიობი და მაქვს რამოდენიმე ფილმში ნანახი. ქართულ სერიალშიც, სტუდიებშიც, გადაცემებშიც. ლამაზია ძალიან. მომწონს. ხათაშორის რამოდენიმე დღის წინ დავფიქრდი ამ გოგოზე, თვალში მომხვდა. აირჩია ძალიან ჩვეულებრივი უბრალო ცხოვრება. გმირია? ალბათ, როცა სირთულებს ესე უმკლავდები. მაგარი გოგოა. აი, გაიგე. მომეწონა გოგოა, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. მარტო გოგო მოგეწონა რამდენი კაი რამე მომეწონა. ხოდა მადლობა ქალბატონო. სოფელში ცხოვრება რატომ გადაწყვიტე? იცი რა, პანდემიის პერიოდი იყო, როცა უკვე აი დავრეკე ბანკში და ვთქვი, რომ ეხლა სასტრაფოდ კრედიტი უნდა მომცე და ეს სახლი ვიყიდე 2016-ში. ამ სახლის ყიდვის ისტორიაც აი სულ ამბობ ხოლმე რაღაცები რომ ხდება ცხოვრებაში არის ძალიან შემთხვევით არ ხდება. შემთხვევით არ ხდება. მოკლედ რაღაც თანხა დამჭა ოპერაციის შემდეგ. ჩვენ რო საერთო ოპერაციის შემდეგ ხო. ერთნაირი დიაგნოზებით რო ვიყავით ამერიკაში და ესეთი ქვეყანა რომ მოკლედ 2 დღით ადრე გამომწერეს და ხურდა და გამიბრუნეს. ოღონდ რომელსაც არანაირად არ ველოდი რომ ეს თანხა არც მიფიქრია რომ ადრე გამომწერეს. მაგრამ ხო ის საოცრება მოხდა ეგეთ რა მომივიდა იმეილი რომ აი ეს რაღაცა ეს ყველაფერი რამდენი აბი გადავყლაპე ეს ყველაფერი აღრიცხვა და ეს დარჩა და გიბრუნებთ. და მანამდე ხო ვთქვი რომ ვოცნებობდი მთელი ცხოვრება რომ მქონოდა სადმე სახლი განსაკუთრებით კახეთი მინდოდა. მიხოთ იმის რომ წვეთი კახურის სისხლი არ მირევი აი საერთოდ. მაგრამ გიждდებოდი იქაურობა და ძალიან მინდოდა კახეთში. და ეს თანხა უცებ მივხვდი რომ შეიძლება ისე დაიხარჯოს აი არაფერში რომ რაღაც გამახსენდება რომ იყოს საერთოდ. და აი მაშინ გადავწყვიტე რომ ჭკვიანურად გამოგეო. დავაბანდო ხო და ჩავედი. ანუ ეგ თანხა იყო სახლის ყიდვა? კი. კაი რა. კი. ეს თანხა იყო სახლის ყიდვას, მაგრამ რემონტზე უკვე ძველი სახლი იყო. მოსაწესრიგებელი იყო მაგხრივ და ფაქტობრივად 5 წელი ისე იყო რა, ანუ ჩავდიოდი, დილით ჩავიდოდი, საღამოს წამოვიდოდი, მაგრამ ვენახით ჩავყარეთ ხილი რაღაც ესე მივხედეთ და როგორია სოფელში უკვე მივხვდი რომ სასტრაფოდ მჭირდება გადარჩენა იყო ხო? როგორია სოფელში ცხოვრება? ეხლა გუშინ წინ ჩამოვედი და ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ ჩამოვედი, იმიტომ იქაც ვერ ვისვენებ აქ რა ეს ამბავია. არ მერგება რა იქ ყოფნა, იმიტომ რომ იქ როცა ვარ, ვცდილობ რომ ტელევიზორი არ ჩავრთო, იმიტომ რომ დილით რო იღვიძებ და აი ეს ხმები რო გესმის იქ რაღაცა მამალი, იქ ვიღაცა შეშაშ ჩეხავს, ეს ფეჩი რო ბოლავს და აქეთ ჩიტები ჩაიარა იქ მეზობელმა ნახირში საქონელი მიყავს. აი ამ ბუნებრივ ხმებს ტელევიზორით ახლა ამის ჩახშობა არის ძალიან დიდი დანაშაული და არ შემიძლია რა და მიწასთან ბევრს ურთიერთობ რაც მე ნანახი მაგ შეძა. მიწასთანაც ხო, მიწასთანაც ურთიერთობ და ბუნებასთანაც და მდინარესთანაც და მთასთან. ანუ ეს თერაპიაა ხო შენთვის? ძალიან კაია.
თან აქ რომ აი უკან რომ ბრუნდები ლილოში მეწყება უკვე რაღაცა ესეთი ნერვიული მოძრაობა იცი რა მაინტერესებს ხე სხვანაირ ცხოვრებას ხარ შეჩვეული ხო აი ეკა ნიჟარაძე აქტიური წარმატებული რაღაცა სულ დატვირთული ადამიანი და სოფლის ცხოვრებას აი სოფლის რუტინა შენთვის დამღლელი არ არის? არა არის დამღლელი იცი რა მე ხო იცი მე ცხოვრება მუშაობ რა ეს არ არის მარტო თეატრი და მე ჩემი სამივე შვილი მეთქონ გავზარდა მე არ მყოლია ძიძა კიდე და მეხმარებოდა მე დავდიოდი ბაზარში ერთი ბავშვი მე ორსული მე ბავშვი მე მესამე ისე ორსული აი სულ ვიყავი აი ამ 20 წლიდან ვარ აი ამ ეს ჩოვლებრივი ამბავია მე თავს კი არ ვიცოდი მე ვარ ჩოვლებრივი დედა რომელიც აკეთებდა სადილის არეცხი თან ახლა 90-იანები გამოვლილი იცი მახსოვს და ტასოს ეძინა კულისებში შეროც ეხავდი ხო გახსოვს თეატრში რა ხდებოდა ყველა კულისაში ვიღაც ბავშვს რო ეძინა და ნუ აი ესე გაიზარდნენ და ესე გავზარდეთ და მე არასდროს არ მე მიყვარს მე თუ არაფერს არ ვაკეთებ აი ფიზიკურადაც თუ ავშრომობ მე ვარ ძალიან ცუდად არ შემიძლია მე სოფლის საქმეს აკეთებ ანუ რასაც ქვია ხო? რა თქმა უნდა, აბა რა. შეშას ჩეხავ? იცი რა, ჩეხვეთ ვერ ჩეხავ რა, არ გამომდის ეგ უნდა. ვენახს სწავლა. ვენახის შეწავლა ხა ჩემ პატარა ვენახის შეწავლა არ არის ხა ესეთი რთული ამბავი და ვაპირებ რომ უფრო ისე პამიდორი კიტრი მოყავს. კი, კიტრი პამიდორი. ძროხა მოგიწელია? არა, ძროხა არ მოგიწელია. არაფერს არ აკეთებ. ნელა ვისწავლი მაგასაც. ქათმები მინდოდა, მაგრამ ქათმებზე ჩემს მეგობრს პანიკური შიშე და მithყი მე აქ სტუბრად აღარ მოვალო და ნუ კაი, მაშინ მეზობლის გავიყინდი კვერცხს. ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც შეგექმნა და დაძლიე. ხო. მე მახსოვს როგორ დაგირეკე და კითხე იგივე როცა მჭირდა. შენ არავისთვის არ გითქვამს, ხო ჩემი არ იყოს. მე თან ორი ოპერაცია გავიკეთე. ხო, შენ გართულებები პატარა შუალედით ხო მეორე მოდი მოვყვეთ მაყურებელს თუ გინდა თუ მძიმე. მოვყვეთ, არა. მე მახსოვს ჩემი შეგრძნება, მე როცა მოვისმინე ეს კარცენომული კვანძის ხო, თუ დაჭღერს, კარგად მაგრამ გაირკვა რომ არც ისეთი რთულია. ხო, იცი ამერიკაში მითხრეს რომ თუ გიწერია რომ უნდა დაგემართოს, აი ამაზე უნდა ინატრო რა. ითვლება რომ მარტივია. ხო, მაგრამ მე გამირთულდა, ნუ მეორე დამჭირდა კიდე, ბევრად უფრო რთული ვიდრე პირველი. როგორ გაიგე შეგაწუხა რამე? იცი რა, არ შემაწუხა არაფერმა, ეს ის პერიოდია, როცა ცეკვავენ ვარსკვლავებში, ცეკვავ, 9 კილო მაქვს დაკლებული და რიხით მივდივარ და გადავდივარ შემდეგ ტურში და კიდე შემდეგ რომ არ ველოდი არანაირად. ეტყობა ძალიან რომ გავხდი, არაფერი რაღაცა ესე აი ხელში მომხვდა ძალიან დიდი ჯირკვალი. კაი რა. ხო, და მე თან მივხვდი რომ რაღაცა არ არის. კარგი და სასიამოვნო და ნუ მე როცა წავედი ექიმთან უკვე ეხოზეც გამოჩნდა რომ მე სასწრაფოდ ბიოფსია ეს რაღაცა როგორც არის დაახლოებით 1 ღამე მქონდა მძიმე სანამ ამას თავში გიტრიალებს აი უამრავი რამე ხტება ეს ტვინა აქედან იქიდან და რა იფიქრე პირველ წუთს რა იფიქრე პირველი ვიფიქრე რომ არავითარ შემთხვევაში არ მოვკვდები და არ ვაპირებ იმიტომ ხა შვილიშვილს ველოდები და აი ხა ხო მაგრამ როცა დიაგნოზი გაიგე რა გაიფიქრე გავიფიქრე რომ რა შტერი ვარ იმიტომ რომ რამოდენიმე წლის წინანდელი ეხოსკოპიის აი არაფერ ფარისებზე რო იკეთებ და მაშინ მქონდა რაღაცა პატარა რომელზეც მითხრეს რომ ყურადღება მიაქციეო მაგრამ ცხადია მე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და შენახული მქონდა კიდევაც ძველი პასუხები და რა მოვიღე იყო 6 წელი გასული იმის შემდეგ რა და ნუ ვიფიქრე ხა ნუ ხა რაღაც ვიზავდი მაგრამ ნუ ალბათ უნდა მიმექცია ყურადღება რომ აქამდე არ მისულიყო მაგრამ ნუ ეკო საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებით გაქვს ნაცხოვრი ესე რო ვთქვათ ეხლაც სიყვარულზე მინდა ვილაპარაკოთ რა არის სიყვარული მთავარი გზნობა რა არის სიყვარული მთავარი გზნობაა ცხოვრებაში მამაკაც გულისხმობ ამ შემთხვევაში საერთოდ სიყვარული მთავარი გზნობაა რა თქმა უნდა მამოძრავებელი კი ყველასი და ყველაფრის მიმართ მე მახსოვს შენიდან ნიკოს სიყვარული მოგიყვები კი რა გიტარო მოგიყვები ნიკო გომელაური და შენი სიყვარული იყო რაღაცა არ ვიცი ლეგენდა ხო
ძალიან რთულ პერიოდში. და სხვა შეიძლება დამატარები ვიყავით, ეხლა ამ გადასახედით და რო პერიოდში, ხო. ეს კი მე ვიყავი 18-ის, ნიკო იყო 19-ის. და ჩვენი პირველი შეხება მოხდა, ეხლა ფეხით რო დავდივარ ხოლმე ინსტიტუტსა რო გავივლი 22-ე აუდიტორიის აივანს, ანუ შესასვლელი და პირველივე მარცხნივ, იმიტომ რომ ქონდათ ხოლმე ჯერ რეზომირ სხულავას ქონდა მანდ 2 საათზე ოსტატობა და მათი რომ თავდებოდა იწყებოდა ჩვენი, ანუ ეგენი იყვნენ მესამე კურსზე, მე ვიყავი პირველ კურსზე და პირველად რომ დავინახე ნიკო მოვდიოდი ინსტიტუტს უკვე მოუახლოვდი და სათვალე მეკეთა მზის და ხედავ აივანზე ვიღაც ბიჭი დგას და მიყურებს და მეც ახლა დავინახე რა საკვირველია და თან არ მინდა უკვე რო უახლოვდები თავი და ავწიო და თავს ვერ წევ ხა რო თვალები ამოგივარდა თვალები ამობად თან მარცხენა თვალით ვერ ვხედავ ისედაც მთელი ცხოვრება და აი ჩემი თვალი ამოვახტუნე მინდა სათვალიდან და რო ავედი უკვე ინსტიტუტში რო შევედი უკვე დერეფანში იჯდა ანუ მათი ლექცია დამთავრდა გამოვიდა და დერეფანში იჯდა და ჩვენ შევდიოდით და მე ამ დროს ამერიკიდან ახალი ჩამოსული ვარ და რაღაცნაირად ესე რა ქვია ქართული გიჭირს და ხო არა ქართული არ მეჭირდა მაგრამ ის რაღაც ისე ვიყავი ყურადღების ცენტრში ვიყავი მოხვედრილი გაიგე და მე უკვე ჩვენმა საერთო მეგობრებმა გაგვაცნეს გიო ნაკაშიძემ და ძიმამ რომელებსაც ვიცნობდი მე მანამდე და ნუ გაგვაცნეს ნიკო და გაგვაცნეს მე უკვე ჩვენი მეჯვარეებიც იყვნენ ბავშვების ნათლიებიც არიან და ასე შემდეგ როგორი იყო ბევრისთვის საოცნება მამაკაცის გვერდით ცხოვრება იცი რა იყო მართლა ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია რა და პატარები ვიყავით მე რო ტასა გავაჩინე მე ვიყავი 20 წლის ნიკო იყო 21 და იყო არაჩვეულებრივი მამა ნუ შუქი არ იყო აი ეს მთელი ეს აი რო დაიწყო ანუ მთელი სამოქალაქო ომი მე ვიყავი ძალიან დიდი მუცლით და ველოდებოდი ზუსტად მაგ პერიოდში და აი სულ იყო რომ ოღონდ ეხლა არ დაგეწყოს მშობიარობა იმიტომ რომ ნუ გარეთ ხდებოდა საშინელება და მე რო გავაჩინე მანამდე 18 დეკემბერს ზუსტად ერთი თვით ადრე მამა ჩემი გარდაიცვალა რომელიც მამჩემი იყო პიანისტი და ნუ მომქმედი ანუ თან სტუდენტები ყავდა კონსერვატორიაში და თან უკრავდა კონცერტებით ანუ ის აქტიური მუსიკოსი იყო და აქ რო აირია ყველაფერი მიიწვიეს სამუშაოდ ეგვიპტეში კაიროს კონსერვატორიაში და რო გაფრინდა ჩაფრინდა მოსკოვში და ღამე იქ სასტუმროში გარდაიცვალა გულით ანუ პოსპრესტოს მაშინდელი ის იყო და დილით რო უკაკუნებენ რომ აეროპორტში აგვიანდებათ ახალგაზრდა საკმაოდ 59 წლის გარდაიცვალა ეს იყო 18 დეკემბერი და ცალკე კოშმარი იყო მისი იქიდან გადმოსვენება იმიტომ რომ აქ უკვე ეს ამბავი იყო და ფაქტობრივად ძლივს გადმოასვენეს და გასვენებაც გვალბახთან ცხოვრობდა მამა და გასვენებაც იყო დროზე აი რაღაც ავტომატიანი ტიპები რომ მორბიან და დროზე მოდიან ვინ მოდიან რა მოდიან ну საშინელება იყო რაღაც და მოკლედ ძალიან მძიმე პერიოდში მოხდა ეს ტასოს გაჩენა მაგრამ რა თქმა უნდა უკვე რომ დავინახე სამშობიაროში რომელშიც შუქი არ იყო და ну ძალიან მძიმე როგორც ყველა ახლა მე კი არ ვარ გამონაკლისი ახლა ვიხსენებ დერეფნებში რო იწვნენ დერეფნებში და ჩემთან ერთად გოგო მიმშობიარა რომელმაც არც იცოდა რომ მისი მეუღლე წინა ღამეს დაიღუპა ფილარმონიას და რაღაც სროლა მოხდა კომენდანტისა. მოკლედ რაღაც აი საშინელება იყო. იქ ვიღაცას რძე არ ქონდა და მე საბედნიეროდ ძალიან ბევრი რძე მქონდა და მიდიოდა ჭმევა იქ ვიღაცას ქმარი აფხაზე. მოკლედ მართლა ძალიან რთული პერიოდია ამ გადასახედ, მაგრამ ეხლა ხვდები რომ ახალგაზრდა რო ხარ. აი 20 წლის რო ხარ და შვილი რო გააჩინე და ამას უყურებ და ხვდები რომ ეხლა ეს არის ყველაზე მთავარი ადამიანი და
და თან რაღაც იმედი გაქვს და აი ჯანით საიდანღაციდან მოდის და მე ისე დავიკელი უკვე აი ამ საგიჟეთში რომ ვიყავი 53 კილო რა ფოტოებს რომ ნახულობ მართლა ამჯერა რომ მე ვარ აი ძვალი და ტყავი იმიტომ რომ ნუ ეს ერთი შვილი და ეს უშუქობა არა პამპერსი არა წყალი ეზოში ხარშავთ ამ საერთო სადილებს და ნავთი ნიკოს მაგვეხმარებოდა ძალიან გაგა იგორა იყო ვიღაც კაცი რომელიც ვაკის პარკთან სახლიდან ყიდდა ნუ აი რაღაც ჯოჯოხ ერთხელ წავედი ეს ორსულობის ამბავის მოვაყოლებ არემ ჩავედი ნუ ჩვენ ცხოვრობდით არაყიშვილის და მაშინ ბარნოვი იყო ბარნოვის კუთხეში და გავედი პურზე ჩავედი ფრანციასთან იქ ბაგეტებს აცხობდნენ და ნუ ვიფიქრე ხა ორსული რაღაც პატარა პრივილეგიებით და წავედი და აღარასდროს აღარ მოვედი სახლში იმიტომ რომ ეს პური გამოქონდათ აი ერთი ისინი რო ალაგია ხო ერთი არ ვიცი რა ქვია კონტეინერი რაღაცა ხო ნუ რაღაცა კონტეინერი და ისეთი ამბავი იყო თვითონ იქ წეწვა რომ გამორიცხული იყო იქ რამე ვინმეს ვინ რამე დაეთმო ან გაეტარებინა არა ვერც ხედავდნენ და ხო იცი და თან ეს რამდენ ხანს ხვებოდა იცი რომ აი საათობით რაღაც არ ვიცი ალბათ 1 საათ ნახევარი უნდებოდა ერთი იმის გამოცხობას და ხოჭროთ გეხარდ და უკვე ხვდები რომ უნდა წავიდე იმიტომ რომ პური მე აქ არ შემხვდება მაგრამ ბარემ ამდენ ხანს ვიდექი და მე ეს დროც რო გენანება რომ დაკარგო და მოკეთ ამასობაში დაღამდა იმიტომ რომ უკვე დეკემბერია და გამოვდივარ აღარც მახსოვს უკვე პურით მოვდივარ თუ არა მაგრამ მახსოვს რომ ნიკო დარბის ქუჩაში არაყიშულზე ხვდება აი გიჟივით რომ ორსული ცოლი გამიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა და სადახარ მეთქი პურზე ვიყავი რიგში რა პური გიჟი ხო არა ხარ ვერც დარეკავ ვერსას მოკეთ ეგეთი ისტორიები ძალიან ბევრი მაქვს აი ამ 90-იანების ამ ბავშვი მე მეორე შვილი გავაჩინე მალევე 93 დეკემბერში და მიუხედავად ყველაფრისა ინსტიტუტში გზნობდი რომ მიყურებდნენ რომ ცოტა ეს ვერ არისო თავის ჭკუაზე საწყალი ბატონი გიზო მყავდა გაგიჟებული ამ ჩემი ორსულობებით და ბავშვებით და სახლში როგორი იყო ნიკო იცი რა ხდებოდა ჩვენთან აი ამ 90-იანებში სულ სტუმრები კი ბატონო აი რო გახსოვს აი მართლა კარი იღებოდა წასასვლელი არსად არის სიბნელეში გამყინვარებაში რაღაც ვიდეო ძალიან ბევრი გვაქვს გადაღებული მასე კამერაზე ხო ნიკოს კლასელ შალვას ძმა ქუცნა ამირეჯიბე ოპერატორი იყო და აი პერიოდულად ვართმევდი ხოლმე და ვაფიქსირებდი ნუ აი ბავშვები ჩაფუთნულები რომ ვერ დადიან ჯეჯიკოს აი ახალი ადგმული აქვს ფეხი და ხელებს ვერ წერს იმდენი აცვია იმიტომ რომ ყინავს და ერთი კადრია ეს ნავთქურები ხო იყო და ერთ-ერთ კადრში შემოდის და შემოაქვს პატარა ნავთქურას და ამაზე ნუ გული მისკდება იქ რომ ბავშვს არ დაექცეს და ნუ საშინელება იყო რა მართლა ჯოჯოხეთი გამოვიერ მაგრამ ვიყავით მაინც ძალიან ბედნიერები და ყველა ერთად და აი ჩვენი სახლი იყო მართლა აი სიბნელეში რაღაცა სინათლე ვინ აღარ დადიოდა ჩვენთან და მიდიოდა სმა ლექსები სიმღერები საჭმელიც არ იყო აი ხო იცი რომ აკოციწებ რაღაცას და მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი რო ხარ და რო გჯერა რომ რაღაცა დრო გავა და ყველაფერი კარგად იქნება. და მე ეხაც მივხვდი იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, ეს ჩემი ხასიათისთვისება, მე ყოველთვის მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. ოპტიმიზმია. ოპტიმიზმი ხო ეს არის ჩემი აი რაც არ შემცვლილა, რაც არ შეცვლილა, მკითხე შენ მანამდე აი რა შეიცვალა ასაკთან ერთად და აი ეს არ შეცვლილა და მე ძალიან მომწონს ეს ამბავი. ძალიან კარგი. ნიკოს ლექსებიდან შენ რომელი გეწყნება? რაც დაწერილი აქვს 97 წლამდე ყველაფერი მე მეწყდება. შენ იყავი პირველი ვისაც უკითხავდა? იცი რა, დიდად მაშინ ხა ესე არ იყო რომ აი უკითხავდა. კი მე მაქვს ნიკოს ხელნაწერები, მაქვს მაშინდელი დაწერილი, მაქვს მისი პირველი ლექსი რომელიც მომიტანა ჩემ აკროლექსი, ანუ ეკა ნიჟარაძეს კი ვიცი. მოყვება და ასოზე ორსულად რო ვიყავი, მოკეთ კიდე რაღაც დამემართა ზღვაზე ვიყავით ძალიან ბევრი აი გიონა კაშიძე, დოი, ეკა ბაკურაძე ხა ჩვენ საერთო მეგობრები და
გავწივდი ეთყობა და ძალიან სუდად ვიყავი, კინაღამ მოვკვდი, კინაღამ მომეშალა 40 სიცხით ფაქტობრივად უგონოდ ჩამომიყვანეს იქიდან და ეს ჩამოსვლის ამბავიც იყო საოცრება, იმიტომ რომ მოწყდა გზა, რაღაცა მდინარე ადიდი და საშინელი წვიმა იყო და მოწყდა გზა. ანუ ქობულეთი და ბობოყვაჩი ვერაფრით ვერ გადმოხვალ. ეს არის 90 წელი. და ჩვენთან ერთად იყვნენ ეკა ბაკურაძე, თამრიკო კახასცოლი, რომელიც ასევე ორსულად იყო ანანოზე და ქალატონი გალა და სოსომ და კახამ ჩამოაკითხეს, აღარ მახსოვს, 0 შეშტი ყავდათ თუ არ ვცდები, ანუ წარმოიდგა სოსიკო პარაში პატარა. და რანაირად მე რომ ნახეს რომ ესეთ მდგომარეობაში, ფაქტობრივად ჩემი დატოვება არ შეიძლება, არც ავადმყოფო, არაფერი თან ორსულად ვარ, ნუ აი ყვდები მართლა თვალებს ვერ ვახე, უცებ სუდად ვიყავი 4 თვის ორსული და რანაირად ჩავეტიეთ ერთ მანქანაში, აი ჩვენ ყველა და რა გზით წამოვედი, ეგეც არ მახსოვს, იმიტომ რომ მთელი გზა ვიყავი, აი ხო, აი რაღაცა მოვდიოდი, გონს მივდიოდი და მოკლედ რევს ყვები. მე გამაჩერე, იმიტომ რომ ვერ გავჩერდები. და ხო, და მოკლედ აქ და რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოჩნდი და იქ მომიტანა ეს ლექსი, ხო. კიდე ერთი ლექსია. ვაიმე, ესე არ მახსოვს, რომ არ მოგატყუო ჩემ და სამარცხვინოდ, ხო. რამე ლექსი ნიკოსი? კოკის პირველად 10000 ქალი ნეტა რაჭირად მინდა და გრძელდება ესე. კიდე ერთი ლექსი იყო, რომ შევავლე კარგად თვალი თურმე ჩემი ცოლია, იმიტომ რომ მოვდივარ ინსტიტუტში მე ფეხით სახლიდან და ნიკოს უკვე დაუმთავრდა და ნიკო მოდის ოპერასთან და იტყობა ციოდა ძალიან და შეფუთული ვიყავ თავზე რაღაც მეხურა და ხო და ხედავ რომ დამინახა და მეც მოვდივარ და ხოცი უღიმი და ძალიან რომ მომიახლო და ვაიმე შეხარო და ვისკი ბაბა ვინ ვარ ან ვერ მისნო რა უბრალოდ შემომხედა მოვეწონე და მე დაწერა უკვე ეს ლექსი ზოგი ქალი მისდევს მოდას ზოგი ქალი კენს ეწევა ზოგი კენტა ცხოვრებას ვინ დააკმაყოფილებს ჩემს მომთხოვნ გემოვნებას და ასე შემდეგ და თავდება ესე რომ აი შორს მოდის ქალი ასეთი არ მყოლია რომ შევავლე კარგად თვალი თურმე ჩემი ცოლია გადასარევია ხო რატომ დასრულდა თქვენი სიყვარული შენ მიიღე გადაწყვეტილება ხო ხო მე ვიღე გადაწყვეტილება იცი რა რაღაცები ეთყობა აი 7 წელი ვიყავით ერთად და რაღაცა მომენტში უკვე ნუ იქ ძალიან ბევრი მე ხამს ყველაფერს სიცილით და ისე ყვები ხო რაღაც ისტორიები რომ მოვყევი მაგრამ ძალიან ბევრი რამე ხდებოდა კიდე პარალელურად, რაზეც მე ხარ მინდა საუბარი, იმიტომ რომ ამ რეალურად დრამის არც ერთი მოქმედი პირი აღარ არის ცოცხალი და ნუ მოკლედ ესე მოხდა რა, ესე გადავწყვიტე, რომ როგორც გადავწყვიტე. სიცოცხლის ბოლო დღეებში ქონდა კონტაქტი, საუბრობდით? კი, საუბრობდით და ნანობ ძალიან რომ მის გვერდზე მე კიდე ხო, მაგრამ ნუ ბავშვები არ იყვნენ იმ ან მეორეს ხო ვფიქრობ რომ იქნებ კარგია კიდევაც რომ არ იყვნენ მის გვერდით იმ მომენტში და ჩვენ რომ მივედით უკვე ნიკო ხო არ წოლილა არც ერთი დღე ნიკო სუმუშაობდა არ ვიცი სიცხით, ქიმია, იმით ამ ყველა არც ერთი დღე არ გაჩერებულა გასტროლებზეც დაფრინავდა და ფაქტობრივად რომ ჩაწვა და მეორე დღეს გარდაიცვალა და რომ მივედით ჩვენ ნინასთან, ნინამ გითხრა რომ მოდითო დღესა წადითო, იმიტომ რომ ხა ალბათ ნინაც არ ელოდა რომ ესე მალე მოხდებოდა და წამოვიყვანე ბავშვები და თქვენი ურთიერთობა რომ გაგრძელებულიყო, ფიქრობ რომ სხვანაირი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება? ხო, რა თქმა უნდა, მიფიქრია მაგაზე. კი. გატირებ ახლა მას. აი როგორი, მაინც. არ ვიცი როგორი, მაგრამ ალბათ სხვანაირი. უკეთესი?
მაგაზე არ მიფიქრია სიმართლე გითხრა უკეთესი იქნებოდა თუ არ არის, მაგრამ ნუ სხვანაირი რო იქნებოდა. ნანობ რამეს? ნიკოსთან მიმართებაში? კი, ალბათ, რა თქმა უნდა. რასო არ მკითხო ხა, იმიტომ ხა ეხა ზუსტად ვერ გეტყვი. რო განაზოგადო ჩაგეძიე. არა, იცი რა, როცა ადამიანი ვინც არ უნდა იყოს, აი ადამიანი რომ მიდის ამ ქვეყნიდან, ხო შეიძლება შენი კარგი ნაცნობი. იქაც სინანულის გრძნობა, აი რატო არ ვიცი, ნეტად ამერიკა მომეკითხა. ნუ ელემენტარული ეს ძალიან ბუნებრივი მომენტია, ხო? და მით უმეტეს ახლა ნიკოსთან მიმართებაში როგორ შეიძლება რომ არ მქონდეს. ჩემი შვილების მამა. ნინასთან კარგი ურთიერთობა გაქვს. ძალიან. ცივილური. ძალიან. ეხლა დაბადების დღე მომილოცა, ეს დამიწერე რაღაცა გილოცავ და შენი სიხარული და ბედნიერება, ჩემი სიხარული და ბედნიერებასა და ქვევით მიგვიწერეს, რომ აი მე რა იდილია არის. მართლა ესეა, იმიტომ ხა მე და ნიკო ნინას გამო არ გავცილებული ვართ ერთმანეთს. პირიქით მე ძალიან მადლობელი ვიყავი ნინასი მაშინაც, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა და უვლიდა. კი, რა ჩემი შვილების მიმართაც და ნინა არის, რა ვიცი, ჩვენი რაღაც ერთი ოჯახი ვართ. თავის შვილებით, შვილიშვილებით, მე ჩემი შვილების შვილიშვილებით და გვაერთიანებს ნიკო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანების განწყობა შენს მიმართ, შენზე გავლენას ახდენს? დამიკონკრეტა. ზოგადად აი დამოკიდებულება შენს მიმართ. აი ვიღაცა არ ვიცი, გაგაკრიტიკა, გაგლანძღა, ან პირიქით უყვარ ხარ, სიყვარულს გიხსნის, გიწერს თუნდაც? არა. ეგ პერიოდი გავიარე, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვიცოდი, რომ არსებობენ ეს ტროლები და რაღაცეები, გაიგე? იყო ერთი რაღაც შემომიტიეს, მაგრამ რა შემომიტიეს და მე მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს კი ალბათ იქ ვიღაცეები იყვნენ რეალურებიც, ხო? და ეს მე გავარკვიეთ. ეხა აი მართლა გეუბნები, ჯავშანი მაქვს, იმიტომ რომ ისეთებს წერენ, რომ მე სიმართლე გითხრა, ცოტა თანაუგზნობ, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს არის ადამიანების სამსახური აქვთ ეგეთი. მე დარწმუნებული შეიძლება იმავე ახმეტის ბაზარში სიტყვაზე ვიღაცა შემხვდეს, რომელიც მაგ მიმართულებით მუშაობს და მითხრას, რომ ვაიმე რა საყვარელი ხარ, როგორ მიყვარ ხარ და რომ დიდ პატივს გცემთ. ანუ თქვი ეს მე მაინც მგონია, რომ ეს არ არის ადამიანების კულტურა. იმიტომ რომ ჩემს მიმართ კი არა, ყველას მიმართ რა. იგივე ბაიადვალიშვილს. ბაიკო, რომელიც არის უსუფთავესი უწესიერესი, უნიჭიერესი, როგორ შეიძლება რომ დადგე და გალანძღო. ეს არაფერი არის, არ გიცხოვრია საერთოდ აზე არ ახარ არაფერს. და არ ვიცი, რაღაცები უწერო და უძახო საზიზღრობები. ანუ რაღაცის გამო ამბობს და ესე არ ფიქრობს სინამდვილეში? არა, ვიღაცა ალბათ ფიქრობს, ეხლა როგორ შეიძლება ხა ყველა გიждდებოდეს ჩემზე ან ბაიკოზე ან შენზე, ან ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ხო? იცი რა, მე ვარ ძალიან უკონფლიქტო. მე არასდროს არ მიჩხუბია არც ერთ ჩემ მეგობართან, არავისთან. მე ძალიან მიჭირს, რომ ადამიანს შევეპასუხო, იმიტომ კი რომ პასუხი არ მაქვს. იმიტომ რომ მე ვერ მივცემ ჩემ თავისუფლებას, რომ შეურაცხო ან ხო, თუ ამას ვაკეთებ, მე ძალიან განვიცდი, იმიტომ რომ მგონია რომ გული მე რა რომ იმან მატკინა გული მე სხვანაირად უყურებ რაღაცებს და სიმართლე გითხრა არ ვარ ბუტია და წყენია და ვფიქრობ რომ ეს ჩემი ხასიათის ძალიან კარგი თვისებაა, იმიტომ რომ მე რომ ვიბუტებოდე ადამიანებზე, ხო? მაშინ ვაიმე ალბათ დავიტანჯებოდი. არა, იმას რაღაცნაირად ჩემი თავის ფასი, მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები და აბსოლუტურად არ მადარდებს სხვისი შეხედულება და დამოკიდებულება ჩემი თავის მიმართ და ამით ვარ ბედნიერი. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვაიმე ის რა სიტყვის ჩემზე, ვაიმე ის რა სიფიქრებს, ვაიმე ახლა აბა ისა როგორ გამოვიყო, ნუ ეს არ ვიცი, ტანჯვაა. იცი რა მაინტერესებს შენი აზრით? სიყვარული რამდენჯერ მოდის ცხოვრებაში? არსებობს ერთი და ნამდვილი? რა, ვიღაცის ცხოვრებაში არსებობს, მაგალითად ბებიაჩემი და ბაბუაჩემი 50 წელი ცხოვრობდნენ ერთად და არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე. 50 წელი. გიждდებოდნენ ერთმანეთს. ერთი და ნამდვილი არსებობს თუ ყველა სიყვარული ერთნაირი ხარისხის და სიძვლის? არა, ვიღაცის ცხოვრებაში ერთია, ვიღაცის ცხოვრებაში არაერთი.
ჩემ ცხოვრებაში არაერთი. ანუ შენ ცხოვრებაში მოსული ყველა სიყვარული არის ნამდვილი და ძლიერი, ხო? რა თქმა უნდა. და მამოძრავებელი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სიყვარულის გარეშე მით უმეტეს მამაკაცთან ურთიერთობა აბსოლუტურად წარმოუდგენელია. როგორც მსახიობი, როგორ აფასებს საკუთარ თავს? მე არ ვიცი, ძალიან გამიჭირდება. კარგია რომ თეატრში ვარ. იმიტომ რომ თეატრში რას გულისხმობ, რომ კინოში მაგალითად ვერ უყურებ ჩემ თავს, საერთოდ ეკრანზე განსაკუთრებით ეხა უკვე რაც ფოტოსაც ვეღარ ვიღებ, იმიტომ რომ აღარ მომწონს ჩემი თავი. ის ქალბატონი, როგორც მომართავე ხომ, ეხა მომეწონა ეს გოგოები, რომელიც მიყურებს მე ფოტოდან, ან ვერ ვაიგივებ ჩემ თავს, მე ხვდე? აი მაგალითად თელი ბავშვობა დავდიოდი ნაწნავით. ეხა ძალიან ხშირად ვიკეთებ და რო ვიცნი ხოლმე თავს, ჩემ თავს ვხედავ, აი პატარა ეკა რო იყო, მაგრამ საკეში რო ვიყურებ, საერთოდ არა ვარ ის პატარა ეკა ვიღაცა. მე რა ყველა ასე კინო შეიფერე. არა, ვიფერებ, მაგრამ ვერ აღვიქვავ ჩემ თავს ხვდები და ამიტომ ხა შენ პროფესიაზე მკითხე და სხვაგან გადავხტი, მაგრამ რატო გადავხტი? თეატრი ხო იქ არის და იმ მომენტში. შეგიძლია შეცვალო, რაც არ მოგწონს გვერდი. ხო, შეგიძლია შეცვალო. და აი ყოფილა რომ თამაშობდა უშუალოდ შენს კი გეცოდი, აი 1 წელი, 2 წელი, 3 წელი და უცებ შეება მესამე წელს აბსოლუტურად სხვა რამე იგრძნო მოგივიდეს თავში და მე მიფიქრია, კაცო, ეს აქამდე სად ვიყავე ხამდენი ხანი. ის კი რომ ის ცუდი იყო და ეს შენ შინაგან შეგრძნებას ვამბობ რა და მიყვარს მაყურებელი, მიყვარს ცოცხალ მაყურებელთან, მიყვარს ურთიერთობა ძალიან. საოცნებო როლი გაქვს? არა, კაცო, არასდროს არ მქონია. არა. არც გაქვს მომავალში რა როლის. აი მე გეტყვი შენ ხა საერთოდ თეატრთან ცოტა დამოკიდებულება პანდემიის მერე შემეცვალა. და მომწონს ეს რომ შემეცვალა, იმიტომ რომ რა არის ჩვენი პროფესია? ჩვენი პროფესია არის შენ დამოკიდებული ხარ რეჟისორზე. ჩვენ არა ვართ იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომელიც მაგალითად თავისჭკუაზე. ხო, თავისჭკუაზე. შენ ზიხარ და ელოდები, როდის დაგიძახებს რეჟისორი. შეიძლება არასდროს არ დაგიძახო, შეიძლება 2 წელი არ დაგიძახო, შეიძლება 5 წელი და ამასობაში რაღაც დრო გადის და ეს პერიოდი, როდესაც აი დრო გადის და ჩემ შემთხვევაში დაემთხვა პანდემიას. მერე რაღაც კიდე 1 წელი ამასობაში სახლის მშენებლობა დავიწყე, ამასობაში იქ ვენახმა პირველი მოსავალი მოიტანა, იქ რაღაც და მივხვდი რომ აი აქ მე კარგად ვარ. და როდესაც ანუ პანდემია და პლუს კიდე 2 წლის მერე ჭოლამ დამიძახა ხო თეატრში, რომ დამირეკა კეთო კანტიძემ რო ეს რეპეტიცია ჩამოდიოდა. მივხვდი რომ არ ვარ დარწმუნებული რომ მე ხა ეს მინდა. მოსავალი ასაღები ხარ. ხო, ანუ ჩემთვის მე გავხდი ჩემი თავის პატრონი. მე ჩემ დროს განკარგავ ისე როგორც მე მინდა, გაიგე და ის მომენტი რომ აი მე რაღაც ასაკი იქ ახალგაზრდები მოდიან, რაც რეალურად ყველა მსახიობისთვის არის მტკივნეული, ხო? იქ ერთხელ არ დაგაკავეს 2-ჯერ, 5-ჯერ, მაგრამ მე ეს იმდენად მარტივად გადავიტანე, რომ არანაირი ამის გამო ის არ მიმიღია რაღაცა ტრავმირებული არ ვარ ხვდები და რო ჩამოვედი რეპეტიციაზე აი მქონდა ვერ ჩერდებოდი აი კედელში ძალიან გამიჭირდა თავიდან და ფიქრობდი კიდევაც რომ მინდა თუ არა ხო მინდა ამასობაში წავედი ტაილანდში ვიყავი მანამდე ერთი თვე მექსიკაში ვიყავი ან მოვიარებდი აი რაღაცა სხვა სიამოვნება და სხვა თავისუფლება ვიგრძენი და მაგრამ არასაკვირველია ხა ვითამაშე მუშაობდა მიყვარს ჩემი პროფესია და ამასობაში კიდე აი სხვა რამე გამოჩნდა მოგეთ ხა ბერლინში ვთამაშობ დოიჩე თეატრში ნინო ხარატიშვილთან რომელზეც არც გიოცნები არასდროს მაგრამ ალბათ მე რომ აი ეს პიესა მწოდნოდა რომ ასე ოდესმე ბედი მართლა ბედია ეს ამბავი რომ მე ნინოსთან აი ეს არც ვიცნობდი საერთოდ და თვითონ მომწერა ნუ ვიცოდი ხა მისი წიგნები რა თქმა უნდა ვიცნობდი რომ ვიცი როგორც წერალი და მისი დადგმული სპექტაკლის ნანახი მქონდა სამეფო უბნის თეატრში ფედერა ცეცხლის ალში და ძალიან მომწონდა და ხა უკვე წელია იქ ვარ ბერლინში ვარ და მე ვთვლი რომ ეს ჩემთვის არის ალბათ რაღაცა ეტაპია რაღაცა ხო ეტაპი და
კარიერის რაღაცა პიკი რა, რაზეც აი იგივე ახლა კინოში ჰოლივუდში რო მოხდე რა, იმიტომ რომ ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი, გასაგიჟებელი თეატრი, სასწაული მსახიობებით და საერთოდ პროექტი არის ძალიან მაგარი და ზოგჯერ ხდება ხოლმე ეკა ცხოვრებაში რა როლი გაქვს? ცხოვრებაში? ცხოვრებაში რა როლი გაქვს? რა ვიცი, ცხოვრებაში მაქვს როლი, რომ ვარ დედა, შვილი, ბებია, და, მეგობარი, სამოქალაქო, არ მომწონს ეს სიტყვა აქტივისტი, სიმართლე გითხრა, მაგრამ ნუ რა ვიცი, მოქალაქე რა, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ეს არის ჩემი როლი, არასდროს არ ვთამაშობ. როგორი დედა ხარ? მე კი ვიცი, მაგრამ მაყურებელს აინტერესებს. შენი გადმოსახედით. არ ვიცი, ახლა ჩემ შვილებს რომ ახლა ძალიან ისეთი შეკითხვაა ეს როგორი დედა ვარ, ახლა ცუდი დედა არ ვარ. ჩემ შვილები არიან ჩემი საუკეთესო მეგობრები. სამივე. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები. არ მახსოვს რომ მე აი ჩემ შვილებს ეთქვათ რომ მოდიდე ეს არქნა ის ანუ ყველაფერში რა აი რაც არ უნდა მოვინდომა რაღაც აბსურდი რო ვთქვა რომ აი ეს მინდა გავაკეთო, კი იდეა ბარა მოდი ერთად გავაკეთოთ. გამორიცხულია რომ რა კაია. ხო. ჩემი ყველაზე დიდი ღირსება და მიღწევა არიან ჩემი შვილები. რაც შეიძლება რომ ქალისთვის იყოს, არც კარიერა, არც მარჯანიშვილი, არც სერია, არაფერი. ჩემი შვილები. შვილებზე მომიყვები? უფროსი, ტასო, კერამიკოსია, ორი შვილის დედა და თავის სახელოსნო აქვს და რა ვიცი, მუშაობს ამ შვილებთან, ისე რა ვიცი, როგორც ყველა. მერე მოდის ჯეჯიკო, რომელიც არის უკვე 30-ის და მერე მოდის კიდე მესამე, რომელიც არის 25-ის და მე თვითონაც რო ვამბობ მიყვირს. ან ტასოზე ვარ 20 წლით უფროსი, მე ჯეჯიკოზე 22 და ნოდარზე 27-ით და მაინც მგონია რომ ასტოლები ვართ, იმიტომ რომ მართლა ერთად გავიზარდეთ და ერთად გამოვიარეთ ბევრი რამე და ყოველთვის ერთმანეთს აი სულ გვერდში ვართ. კარგი შვილები არის ყველაზე დიდი ბედნიერი. არა, მართლა ყველაზე დიდი ბედნიერი. რასაც ჩადებ იმას რო იღე. ეგ ძლიერი ქალი ხარ? კი, ალბათ, ხო, ალბათ ვარ. როდის უჩნდება ადამიანს სურვილი საკუთარი გავლილი გზის გადაფასების? არ ყოფილა ესეთი მომენტი. საუკუნეს რო აი ხა ჩემ შემთხვევაში კი როგორ არის ხა რაღაცებზე მიფიქრია და იმასაც მიფიქრე ხა რამე შევცვლიდი, არ შევცვლიდი. ერთის მხრივ ეგეც როგორი რამეა, იცი, აი და რა. აი მაინც ვერაფერს ვერ შეცვლიდი ხა და ამაზე იფიქრო და ინანო, იდარდო, ეგეც არ არის გამოსავალი. ვერ გეტყვი რომ ამაზე მიფიქრია და მაგალითად ნანოფ რომ რასაც მე მეუბნებოდნენ, მაგალითად ეჩე რომ მეუბნებოდა, ეს ახლა უნდა წაიკითხო, ეს ახლა უნდა ისწავლო. ამას ახლა მე იგივეს ვეუბნები ჩემ შვილიშვილებს, მაგრამ ხვდები რომ ამას ვერ გაიგებ, სანამ შენ თვითონ არ მიხვალ იმან. მაგალითად, ნუ ნანოფ რომ ენები ერთი არა, რამოდენიმე რატო თავის დროზე ვერ ვიწევ. იმიტომ რომ ეხა ხო ესე ვერ დაიმახსოვრებ, ხო? ადრე თუ მჭირდებოდა და ძალიან კაი მახსოვრობა მქონდა, თა მუსიკაზეც დავდიოდი და აი მახსოვს რომ ნოტებს ვკითხულობდი გიჟივით და მარტივად ვიმახსოვრებდი ძალიან ზეპირად. თა ტექსტიც ესეა, ხო? აი როგორია რომ ტექსტი არ იცი და ამ დროს დადებ როელს და თურმე იცი და მიყვები, просто თვალით მიყვები. ეხა ისე ხო აღარ არის, ვიღაც თვალი ვერ მიყვება და ვიღაც გონება ვერ მიყვება და ადრე თუ მჭირდებოდა და უშოთ ლექსის ასწავლა 15 წუთი ხე შეიძლება 2 დღე მოვანდომო და კიდე ვერ ვისწავლო ის. ვინ არის ის ადამიანი, ვის აზრსაც შენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს? ჩემი შვილები. ნომერ პირველი ჩემი შვილები არიან. რჩევებს ეკითხები? კი, რა თქმა უნდა. ერთად იღებთ გადაწყვეტილებას? აბა რა. კონსილი ვიკრიბებით ხოლმე, ოჯახური ის გვაქვს. კი, აუცილებლად. აუცილებლად. ერთი შეცდომის გამოსწორების შანსი რომ მოგეცეს, რას გამოასწორებთ? ალბათ ნიკოს მოვხდიდი ბოდიშს ალბათ რა, რო შენი მთავარი შეცდომაა? ვერ ვიტყვი რა შეცდომა, მე კიდე მესამე შვილი გავაჩინე სხვა მამაკაცისგან, რომელიც ასევე ძალიან მიყვარდა და ხა ვერავითარ შემთხვევაში მე ამას შეცდომას ვერ დავოქმე, იმიტომ რომ მე მყავს შვილი, რომელზეც გიждდები და
ის არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა. იმაზე რომ გული ვატკინე. არა მარტო მას, მეც ძალიან რთულია ეს ამ გადაწყვეტილებამდე მისვლამ ბავშვებს. ეხლა რომ შეხვდე ახალგაზრდა ეკას 18-19 წლის ლამაზ ნიჭიერ გოგოს მთელი ცხოვრება რო წინა აქ რა რჩევას მისცემ? რა რჩევას მიცემდი? არ ვიცი, მიჭირს თქმა, ძალიან ისეთი შეკითხვა ეცე. არა, არ მაქვს პასუხი. რჩევა არის რეალურად ისეთი რამე, რასაც დიდად არავინ არ ითვალისწინებს. განსაკუთრებით როცა ხარ 18-ის და 19-ის რა. იმიტომ რომ თვითონ უნდა დაარტყა ცხვირი. რა თქმა უნდა და მე მაგალითად ჩემ შვილებთანაც იცი როგორი ურთიერთობა მაქვს, რომ თუ მკითხავენ, ვეტყვი, თუ არ ჩავერევი, იმიტომ რომ თვითონ უნდა მიხვდეს, რომ ეს ესეა, ან ეს ესე არ არის. და თუ მე რო დავუშვათ რამეში ჩავერიო და მე შენი ბრალი იქ. ხო. ამიტომ უნდა აცალო. თვითონ უნდა ეტკინოს. ხო, მაგრამ გინდა რომ არიდო შეცდო მას ტკივილს. ხო, ამ ჩარევასაც გააჩნია და რჩევასაც, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თვითონ წყვეტს ყველაფერს რა. აი ხა ჩემ შემთხვევაში რომ მე რა თქმა უნდა ჩემ შვილებს უსმენ და ანგარიშსაც უწევ. და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. და თვითონაც ესე არიან, მაგრამ ნუ არის რაღაცეები ხო ყველაფერზე კეოც კი ამ თანხმდებით და სიამტკბილობა კი არა, ძალიან ბუნებრივია რომ რაღაცა შეიძლება ვიკამათოთ და ის მაგრამ ჩარევით ცდილობ რომ არ ჩავერეო. ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს, წერლებს, ახიობებს, მუსიკოსებს, ხო? ქვეყნის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი აქვთ შესასრულებელი. იცი რა, როგორც ჩანს, კი, იმიტომ რომ მე მაგალითად რომ ირეკავ ხოლმე ტელევიზიები და რომ მოგძანდით აი თქვენ, მე არ მიყვარს ტელევიზიაში სერიალი პირდაპირ კეთყვი. ეს არ არის ჩემი საქმე. მე ვიცი რომ ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ მეუნებია რომ აი ხალხს უნდა, ხალხს აინტერესებს. მარტო ჩემზე არ ვამბობ, რომ ნუ აი ადამიანები რომლებიც იგივე მხატვრები, მომღერლები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეს და მეც მიხარია, როცა ვხედავ ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს, ნანა ექვთიმიშვილს, რა ვიცი, ნუცა მესხიშვილს, ხო? ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრის ჩამოთვლა შემიძლია, ხა, რა ვიცი, არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს და ამიტომ ჩემთვისაც, რომელიც მეც მათსავით ვფიქრობ, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი დგას სწორ და ნათელ მხარეს. თუ ჩემს აზრს მისთვის აქვს მნიშვნელობა, მე ძალიან გამეხარდება. თუ შევძლებ, რომ არ ვიცი, ერთად აი ქვეყნის სამსახურში ყოფნა რას ნიშნავს შენთვის? ქვეყნის სამსახურში ყოფნა ალბათ ჩემთვის ნიშნავს, როდესაც გული შეგტკივა შენ ქვეყანაზე აბსოლუტურად უანგაროდ. იცი რა, რეალურად ქვეყნის სამსახურია, როცა აი შულს რო ზრდი, ესეც ქვეყნის სამსახურია, ხეს რო რგავ, იქ სიგარეტის ნამწვავს რო არ დააგდებ, სადღაც ქოთანში რო არ ჩატენი და ნაგავს რო არ გადაისვრი ფანჯრიდან და ეგეც ქვეყნის სამსახურია, ხო? ხო და ნუ ამ შემთხვევაში, რა ვიცი, სამსახური ალბათ ჩვენი გარეთდგომაა რა, ეგ არის ჩვენი სამსახური. რო იქნება რამენაერად ამ ქვეყანას უშველოდ გადავარჩინოთ. იმიტომ რომ ვიჩეხებით არა, უკვე გადავიჩეხეთ. და იმდენ რამე მიტრიალებს თავში, იცი, სულ ფიქრობ ხოლმე, აი ჩემს გარშემო ადამიანები, სულ მყავს სიმართლე გითხრათ იძე ჩამოსათვლელად, საბედნიეროდ, ჩემი ძალიან ახლო ადამიანები, რომლებმაც ვიცი, რომ მათ მისცეს ხმა და აი სულ ფიქრობ, როგორ შეიძლება, რომ აი ის არ მოგწონდა, ის 9 წელი გავიგე, აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის, რომ ის არ მოგწონდა და რაღაცა პერიოდის მერე მეც აღარ მომწონდა და ბევრ ადამიანს, ხო? მაგრამ აი ეს რომ მოგწონს, აი მანდ ვერ ხვდები ხოლმე. ვერ ვიგებ, გაიგე, რაღაცებს ვერ ამოუცნობია ჩემთვის, ამოუხსნელია თან ადამიანები, რომლებთან ერთადაც მე 40 წელია, არასოდეს არანაირი ის არ მქონია, არც კონფლიქტი, რაღაცა ღირებულებები ხო გვაქვს საერთო, ხო? მე გიждები ისე მიყვარს ეს ადამიანები, იმიტომ რომ ერთად გავიზარდ, ძალიან ბევრი რამე გამოვიარეთ ერთად და უცებ აი მაგალითად 90-იანებს დაუბრუნდები ისე პატარები ვიყავით მაშინ და ეს ზვიადი და ეს მთელი პერიოდი რაც მოხდა და
ხო, გვახსოვს რაც მოხდა. გაიყო, ხო? გაწყდა, ოჯახები დაინგრა, გამარჯობა, არ ვიცი, ბაღიდან მოყოლებული ბაღის სკოლა, ინსტიტუტი ერთად დამთავრებული ადამიანები გამარჯვებას აღარ ეუბნებოდნენ ერთმანეთს და მე მგონი დღემდე ესე არიან. და მაშინ ვფიქრობდი, აი ღმერთო ჩემო, აი რა უნდა მოხდეს? რომ ამის გამო დაკარგო? რა უნდა მოხდეს და თურმე შეიძლება. არის ეს კონფორმიზმი? რასაც შენ ვერ გებულობ. ხო, კი, რა თქმა უნდა, აბა რა. და არის, ისიც მიფიქრია, რომ იგება და მე მე ვერა ვარ და მე ვხედავ ამას და აი ამაზე ხშირად ვფიქრობ სხვათა შორის. და მაინც გონია რომ მე სწორად ვფიქრობ. მაგდას კლავდა მივდივარ. და დაკარგე ბევრი ადამიანი ამას. არ დამიკარგავს. არა, იმიტომ რომ მე ეს ადამიანები ძალიან მიყვარს და ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებ. აი ეგ მინდა რომ გაიგონ, რომ ეს არ არის პოლიტიკური. მე მაგალითად დღეს მე უკვე ვარ ოპოზიციის ოპოზიციაში. ხდები და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. მე არ მინდა რომ ვინმე ვიყო და არ უნდა ვიყოთ არავინ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამომრჩეველი, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები. რომლებმაც უნდა ავირჩიოთ მთავრობა იმისათვის, რომ იმათმა იმუშაონ ჩვენ უკეთეს ჩვენზე. ხო, ну, ვქირავთ 4 წლით. ეს 4 წელი არასოდეს აღარ დამთავრდა, ყველაფერს თავი დავანებოთ. რაც არ უნდა იდეალური მთავრობა იყოს, უკვე მე რამდენი ამბავია. და სულ ვაკეთებ ხოლმე პარალელებს, რომ აი 9 წელი ხო სულ გვესმის ის 9 წელი, ეს 9. აი ეს რომ იმათ გაეკეთებინათ, ზუსტად ვიცი ამათი შეფასება რა იქნებოდა რა. აი როგორც მაგალითად მიშაზე ამბობდნენ რა, ისა რა ქვია, გორში დაბომბვაში, ხო ბუნებრივია რომ ადამიანი რო ხვდება იბომბება ქალაქი, ის უნდა დაწვეს, ის ვალდებულია ჯერ ესეთი, იმიტომ რომ მაშინ პრეზიდენტი იყო ქვეყნის მთავარსარდალი. იგივე ვნახეთ შოლცი, როდესაც მოფრინავდა, აღარ მახსოვს თუ არ ვცდები, კიევში იყო ჩასული და დაიწყო დაბომბვა და იგივე მოხდა ზუსტად. ეს არის 2x2 4, ესე უნდა იყოს. და ამასობაში შუშიც მითი რა ქვია, ბრონირებული არ ვიცი კოლბა, ნუ სხვა რამებს ეძახიან, ნუ რაც არის, ხო, აი მაგითი რომ დადის ადამიანი, ის არის, ის თავს უფრთხილდება. აი, მოკლედ რა, ძალიან შორს წაგვიყავს ეს დავანებოთ ახლა ამას თავს ვარ. კარგი, სხვა თემაზე გადავიდეთ. რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნავ, რომ გარეგნობაზე ზრუნვა არ გიყვარს. ცოტა ძნელი წარმოსადგენია. აი როგორია შენი სილამაზის საიდუმლო? აი ეს არის. არ ვიცი, არანაირ საიდუმლო არ მაქვს. თმას მე არ ვიღებავ. აკაცი ხარჯობია, ცოტა ეს იმიტომ ჩავიცი ჯაკეტი, ცოტა ესე ვიყო. კი მინდოდა რაც მოვწესრიგებულიყავი, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. არ ზრუნავ. იმდენად თან ეხა მთლად უკვე ვეღარც ვარჯიშობ, ანუ ჩემთვის არის ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ძალიან მიყვარს და აი რომ ვარჯიშობ, მე რა უნდა ნახო რა ენერგიაზე ვარ. და რატომ არ ზრუნა? უნებრივი გინდა იყო თუ დრო არ გაქვს თუ რას გულისხმობ? სახეს გულისხმობ? ზოგადად აი აღარ ვარჯიშობ მეუნები, ანუ არ ხალია. გაჩერებული ვარ, დაპაუზებული ვარ. აი ამ თელა, აი ამ მოვლენების გამო, მაგალითად ანუ განწყობა არ გაქვს. იმდენად ხარ გადართული, რომ საკუთარი თავისთვის არ საშინელება, აი ვერ მოვაბი თავი, რომ ეხა ეს ცოტა ხანი უნდა აღარ მოვიდა ის დრო, რომ ეს მორჩა, მეგონა რომ აი არჩევნების მერე უამრავი გეგმები მაქვს. ჩემი ყველაზე დიდი ისა ოცნება ავისრულე, ნატვრა ავისრულე და ვიყიდე აკარდეონი მაქვს ნაყიდი, რომელსაც გიждდები და მინდა რომ ვისწავლო დაკვრა და აი ამ ფერია წითელი ულამაზესი. მანამდე სოფელში ვიყიდე 2 პატარა გარბონი და იქ უკვე რაღაცა ისე შევეპარე ნელ-ნელა, მაგრამ ეხლა უკვე გაიზარდა ჩემი ამბიცია და მინდა აკარდეონზე ვისწავლო დაკვრა და ნუ აი ვერ ვეკარები. მიდევ სახში და ვერ გავხსენი. მუზა არ მოდის. განწყობა არ მაქვს რა, იმიტომ რომ აი მარტო ამ მიმართულებით მუშაობს ახლა ჩემი ტვინი. ყველაზე დიდი მარტომი არ ვარ ეგრე, ბევრია ესა ჩემს გარშემო რა. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ცხოვრებაში მიგიღია.
მე საჩუქრად ვთვლი, აი რასაც მანამდე ვილაპარაკე, ჩემი შვილები მაგალითად თუნდაც კახეთის სახლი, ესეც საჩუქარია, ხო? საჩუქარი, რომელიც ხურდით არის ნაყიდი. ხო, ფაქტიურად ხურდაში ვიყიდე. აი, ეგეც საჩუქარია რა. ბედის. ბედის, კი, ნამდვილად. ჩემი პატარა გოგოები აღარ არიან პატარები, თინა 11 წლის არის და მეორე 7-ის. ნუ მატერიალური საჩუქრების მიმიღია, რა თქმა უნდა, მაგრამ შენი გამოცდილებიდან როგორ ფიქრობ, ადამიანში რა არის მთავარი? იცი, ადამიანში მთავარი არის ალბათ საკუთარი თავის რწმენა, საკუთარი შესაძლებლობების და მოტივაციას გჭირდება, რა თქმა უნდა. შეგიძლია შენი ცხოვრება რომელიმე სპექტაკლს შეადარო? მინდა რომ შევადარო ზაფხულის ღამის სიზმარს. ჰერმია თუ ელენი? არა, მე ვიყავი ტიტანია და აი პაკის ბოლო სიტყვები და რაც აქ ნახეთ სიზმარი იყო, აი ეს ყველაფერი ახლა უცებ რომ ისევ და ისევ ხვდები რომ ის წამები ეგრეა. ეგრეა ეკა. ამას ვერ გავექცევი. აი ტელევიზორს არ უყურებ, აი ეგ არის ახლა ძალიან ცუდი ამბავი რა. არ ვიცი რა ხდება, აპოლიტიკურობად ტელევიზორს არ უყურებ, ეს არის ჩემთვის საშინელება და მინდა რომ აი ესე დასრულდეს ეს ყველაფერი ძალიან მალე. და რაც აქ ნახეთ, სიზმარი იყო. ჩამოგეძინათ სკამებზე თითქოს და რაც აქ ნახეთ, სიზმარი სკამებზე თითქოს. კი ბატონო და გამიღვიძოთ ყველა ერთად. და ბოლო შეკითხვა. შენი ცხოვრების მთავარი ამბავი. ой, მე ბევრი ამბები მაქვს, მაგრამ აღარ მინდა კიდე ჩემშვილებზე და იმაზე ეს ყოველთვის პირველია და არც განიხილება. უკონკურენტოა. ყველაფერი მიყვარს, რაც ჩემ ცხოვრებას ეხება და ეს არის აი ალბათ ჩემი ცხოვრების არ ვიცი ხა კიდე რამდენ ხანს ვიცხოვრებ და ვიცოცხლებ ის რა გვიწერი არავინ არ ვიცი, მაგრამ ბევრი რამე გავაკეთე უკვე და ქვეყნის წინაშე გონია რომ შვილებიც გავაჩინე, შვილებიც გავზარდე, სახლი ავაშენე, ხე ჩავრგე, ვენახი გავაშენე და მეტი რა ვქნა. ანუ ადამიანს რაც აი ეს მინიმალური პრინციპში რაც ევალება გაკეთებული მაქვს და თუ კიდე რამე შემიძლია და რამე შევძლებ და გამოვადგები ვინმეს რამეში. ეკა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა შენს. წითელი აკორდეონით გელოდები სტუდიაში. ცოტა ხანში იმეცადინე და წითელი აკორდეონი. მოდი და დაგვიკარი. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებ და რაღაცა სურვილების ასრულებას. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ეს იყო პირველი სტუდია და ჩვენი სტუმარი იყო მსახიობი ეკა ნიჟარაძე. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ბედნიერად.